მამისა და ძისა და სულისა წმინდის სახელით. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი. წმინდა იოანე მოციქული ბრძანდება ძე მეთევზე ზებედესი და სალომესი. სალომესი, რომელიც ასულია იოსებისა. ეს იოსები ბრძანდება მართალი იოსები, ჩვენი მარადის ქალწული დედაღვთისმშობლის დამწიდვნელი. ესე იგი, მართალი იოსების შვილიშვილია მოციქული იოანე. სისხლის მიერი არა, მაგრამ შორეული ნათესავი იესო ქრისტე ნაზარეველისა. გალილეის ზღვაზე ნავში არიან იოანე, თავისი ძმა იაკობი თავიანთ მამასთან ზებედესთან ერთად თევზის ბადეების დასაკემსად. მათთან მიდის იესო ქრისტე და ძმებს მოუხმობს თავისთან წასასვლელად. იოანე და იაკობი ტოვებენ თავის საქმეს, მამას ნავში და მისდებენ ჩვენს უფალს. აი, ამდაგვარად დაემოწაფა ეს ორი ძმა იესო ქრისტე ნაზარეველს. ქრისტე იოანეს ქუხილის ძეს უწოდებს 8 წლის მიხედვით. იოანე ამბობს, რომ უფალს უყვარს. იგი არის მაგალითი სიმშვიდისა და უბიწოებისა. ზუსტად იმ სამი მოციქულის სიაშია იოანე, რომელთაც ჩვენი უფალი აჩვენებს სინაგოგის უხუცესის იაიროსის გარდაცვლილი ასულის აღდგენას, ასევე თავის ფერისცვალებას. სერობის დროს ყველაზე ახლოს იოანე იჯდა უფალთან. მას სიყვარული აახლოვებდა და გაბედულიც იყო მის წინ. მხარზე თავს დაადებს და გაჰბედავს შეკითხვას, უფალო, ვინ იქნება შენი გამცემი? მამა იოანე ჩვენს უფალს არ ტოვებს ასევე სასამართლოს გზაზე მიმავალს, როდესაც გეციმანიის ბაღიდან მღვდელმთავრები ანა და კაიაფა გაიყვანენ. არ ტოვებს ასევე გოლგოთის გზაზე მიმავალს. ჯვარცმული იესოს წინ დგას იოანე ჩვენს მარადის ქალწულ დედაღვთისმშობელთან ერთად და ტირის. ჩვენი უფალი დარწმუნებული არაა იოანეს სიყვარულში, მას თავის დედას ჩააბარებს. აი ეს ფაქტი, რომ იესო დედას აბარებს მოციქულ იოანეს, ჩვენი წმინდა მამები გვიშიფრავენ ორნაირად, პირდაპირი და გადატანი მნიშვნელობით, ისე რომ დარწმუნებულია იესო იოანეს სიყვარულში, ისიც რომ თავის დედას ნამდვილად მიხედავს იოანე და მეორე ის, რომ ყველა შვილი ვალდებულია მშობელზე იზრუნოს. იოანეს მიჰყავს დედაღვთისმშობელი, თავის სახლში აცხოვრებს. ის უწევს დიდ მზრუნველობას, უწევს სულიერ შვილობას და უწევს ასევე ღვიძლ ძეობას. თავისთან ყავს მიძინებამდე. დედაღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, როგორც ის ტოვებს სიტყვას, იოანეს მიჰყავს გეციმანიის ბაღში და მიცვალებულს თვითონ მიუძღვება წინ და მას ხელში უკავია რტო, რომელიც მახარებლად მიართვა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ჩვენს დედაღვთისმშობელს. ამ ამბის შემდეგ იოანე
მოციქული თავის მოწაფე პროხორესთან ერთად მიდის თავის წილხვდომილ აზიაში ქრისტეს სიტყვის საქადაგებლად. იგი ამ დროს იწინასწარმეტყველებს წყალში უბედური შემთხვევის შესახებ. იოანეს წინასწარმეტყველება მართლა ასრულდა. იოაპიაში ხომალდში ჩაჯდომის შემდეგ ესე შუადღისას საშინელი ქარიშხალი ამოქროლდა. ხომალდი დაიმსხვრა და სელევსკიის ახლო მდებარე სანაპიროზე გამორიყა ყველა ნავში მჯდომი მოციქულის გარდა. ძალიან დაღონდა მოწაფე პროხორე, მაგრამ მან მიატოვა იქაობა და წავიდა აზიაში. 40 დღის შემდეგ მოწაფე პროხორე ბრუნდება ამ ადგილზე. ჩამოჯდება და გაიხსენებს თავის მოძღვარს. ამ დროს ამოქროლდება დიდი ქარიშხალი და დაინახავს, რომ ადამიანი გამორიყა. გაიქცევა მისახმარებლად და რას ხედავს? მიწაზე არის ჩვენი მოციქული იოანე და იგი არის ცოცხალი. გახარებულები ისინი ეფესოში დაბრუნდებიან. ეფესოში იოანე მოციქული უამრავ სასწაულს მოახდენს. ამ სასწაულის ნაყოფი კი არის ხალხის ქრისტესკენ მოქცევა, მათი განკურნა სულით და ხორცით და მათი მონათვლა. ამ ქალაქში პირველად მოინათლა ქალაქის მმართველის სიმამრი სახელად მირონი თავის ცოლშვილთან ერთად. შემდეგ ინათლებიან მმართველის ცოლშვილი და ბოლოს თავად მმართველი ლავრენტი, რომელიც თავის სამსახურს ტოვებს და ქრისტეს სამსახურში გადადის. ამ ქალაქში იოანე მოციქული და თავისი მოსწავლე პროხორე დარჩებიან 3 წლის მანძილზე მირონის ოჯახში. ისინი ქადაგებენ. ისინი ხალხს კურნავენ სულიერად და ფიზიკურად და ნათლავენ. ამ ქალაქში იოანე მოციქულმა დაანგრია კერპები და ტაძარი, რომელშიც ეს კერპები იყო აპოლონის სახელობისა. იოანე მოციქული ქადაგებს ქუჩებში, მოედნებზე. ერთხელ მის ქადაგებას დაესწრენ კერპების მღვდლები. მათგან ერთ-ერთი მიმართავს მამა იოანეს, რომ მას ყავს კოჭლი, ვაჟიშვილი და თუ მას განკურნავს, იწამებს ის იესო ქრისტეს. მამა იოანე მიმართავს, რომ იგი სცდის ღმერთს ამ სიტყვებით, რითაც იქნება მხილებული თავის ბოროტებაში. იოანე მოციქული მის ვაჟს გაუგზავნის კაცს და დააბარებს, რომ იესო ქრისტეს ჩემი ღმერთის სახელით სასწრაფოდ ადექი და მოდი ჩემთან. მღვდლის ავადმყოფი ვაჟიშვილი უკვე განკურნებული მაშინვე იახლება წმინდა იოანე მოციქულს. თავად მღვდელი კი დაკოჭლდება და მას სასტიკით კიბილი შეაწუხებს. იგი ხოხვით მიდის იოანე მოციქულთან და სთხოვს იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით განკურნებას. მოციქული მას უქადაგებს ქრისტეს სიტყვას. იგი დიდ სინანულში ჩავარდება და მოინათლება კიდეც. ამ კუნძულის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა ხალხი კერპების ღრმად მორწმუნე, რომლის ღმერთსაც ერქვა მგელ ღმერთი და ის მგელ ღმერთი დღესასწაულზე ჭაობიდან ამოდიოდა.
მოციქულმა იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით ისავი სული იმ ტერიტორიიდან სამუდამოდ გააძევა. დღესასწაულზე მისული მღვდელი და ხალხი ელოდებოდა თავის ღმერთს, რომელსაც მიუყვანა ორი შებოჭილი ჭაბუკი. მოციქულმა ისინი გააცნობიერა, რომ მათი ღმერთი იყო ავი სული, რომელიც სამუდამოდ გააძევა იქიდან. ხალხი, მღვდელი შეშინდა. მათ უქადაგა მოციქულმა იესო ქრისტე და მოაქცია ღვთისკენ. ამის გარდა ისინი მონათლა კიდეც. ამ ქალაქში იყო ასევე ტაძარი დიონისეს სახელობისა, სადაც მამაკაცები და ქალები დღესასწაულზე მიდიოდნენ, თვრებოდნენ და გარყვნილებით ატარებდნენ დროს. მათ სამხილებლად მივიდა იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც შებოჭეს, სცემეს და მიწაზე დაგდებული მიატოვეს. წმინდა მამა უფალს ეხვეწებოდა ამ დაბნეული ხალხის გონების თვალის სახელას. ლოცვის დროს დიონისეს სახელობის ტაძარი დაინგრა. ჩაიტანა 12 მღვდელი. ამ ხალხს ჰყავდათ გრძნეული სახელად ნუკიანე, რომელიც მამა იოანეს მიმართავს გააცოცხლოს ეს 12 მღვდელი და იგი იწამებს იესო ქრისტეს. მოციქული იოანე ეუბნება, რომ ის მღვდლები სიცოცხლის ღირსი არ არიან, მათ არ გააცოცხლებს, ისინი უნდა გეენაში დაიდაჯონ. მაშინ ნუკიანე თავისი რწმენით შეეცდება იმ მღვდლების გაცოცხლებას და ხდება სასწაული, მას მოევლინება 12 ავი სული ამ მღვდლების სახით, რომლებიც უბრძანებენ ნუკიანეს მამა იოანეს სიკვდილს. თვითონ ვერ მოკლავდნენ მამა იოანეს, რადგან ვერ მიეკარებოდნენ მისი სიწმინდის გამო. ამიტომ ნუკიანეს დაარიგებენ, რომ მან ხალხი მოიწვიოს და დაუმტკიცოს, რომ იოანეს დახოცილი 12 მღვდელი ნუკიანემ თავისი რწმენით აღადგინა და თვითონ ხალხი მოჰკლავს იოანეს. ნუკიანე მართლაც ასე მოიქცევა, ხალხს მიიწევს ტაძართან, მაგრამ იოანეს დანახვაზე ის 12 ავი სული გაქრება. ამის შემდეგ თვითონ ხალხი გაიწევს ნუკიანეს სასიკვდილოდ, მაგრამ მოციქული იოანე მათ უქადაგებს ქრისტეს. ისინი ქრისტესკენ მოიქცევიან და ნათლობასაც ითხოვენ. ნუკიანეს ბოროტი არ ასვენებს და კათაკმევლებს, წყალს სისხლად მოვაჩვენებს. მამა იოანე ილოცებს. კათაკმევლები წყალს ნამდვილად წყლად დაინახავენ, ნუკიანე კი დაბრმავდება. მათი მონათვლის შემდეგ ნუკიანე დიდ სინანულში ვარდება. იგი გაქრისტიანდება და მის სახლში კერპები თავისით დაიმსხვრევიან, ნაცრად იქცევიან. ეს ის პერიოდია, როდესაც იმპერატორი დომიციანე მოკლულ იქნა და ხელმწიფება გადავიდა კეთილგონიერ ნერვას ხელში, რომელმაც იოანესთან ერთად ყოველი დატყვევებული ქრისტიანი გაათავისუფლა. რადგანაც მამა იოანეს პატმოსის თითქმის ყოველი მაცხოვრებელი მოქცეული ჰყავდა ღმერთისკენ, იმპერატორ ნერვას უკვე სურდა მამა იოანეს ეფესოში დაბრუნება უსაფრთხოების მიზნით. კუნძულის მაცხოვრებლები წინააღმდეგი იყვნენ მამა იოანეს იქიდან წასვლისა, მაგრამ
უარი მიიღეს. ამის შემდეგ ისინი მამა იოანეს სთხოვენ იმ წიგნს, რომელიც მათთან დაიწერა. წიგნის ისტორია კი ესეთია. პატმოსის მაცხოვრებლები მამა იოანე მამარხულა. თვითონ თავის მოსწავლესთან პროხორესთან ერთად ადის მთის წვერზე. ილოცებს, გაიელვებს, მთა შეიძრება, ქუხილი დაიწყება. მამა იოანე პროხორეს მიმართავს. ყველაფერი დაწეროს, რაც კი რამეს გაიგებს. იგი აიხედება ცაში და დაიწყებს ლოცვას. მე ვარ ანი და ჰოე. და ეს სიტყვები იყო ღმერთისა იოანე მოციქულის ბაგედან გადმოსული. ეს წიგნი გადააწერინა თავის მოწაფე პროხორეს. გადაწერილი დაუტოვა გაქრისტიანებულ ხალხს. ორიგინალი კი თვითონ წამოიღო ეფესოში. ეფესოში დაბრუნებული იოანე მოციქული თავის მოსწავლესთან ერთად განაგრძობს მოციქულობას. ხალხს კურნავს სულით და ხორცით. იგი მოხუცდა ძალიან. ერთხელ თავის 7 მოსწავლესთან ერთად მიდის მთაზე. ილოცებს. მათ ჯვრის ფორმის საფლავს გაათხრეინებს. შიგჩაწვება და მოწაფეებს უბრძანებს მიწის მიყრას. მოწაფეები წინააღმდეგობას ვერ უწევენ მას და საფლავს მიწით ამოამსებენ. როდესაც გაიგებენ ეფესოელები ამ ამბავს, ისინი მივლენ, ამოთხრიან საფლავს, მაგრამ მამა იოანე საფლავში აღარ დახვდებათ. ეს ამბავი 8 მაისს მომხდარა. წმინდა მამის საფლავზე ყოველ წელს ამ დღისით მტვერი ამოდენილა, რომელსაც ხალხი სამკურნალოდ აგროვებდა. მისი ხსენების დღეც 8 მაისია. იოანე მოციქულის იკონოგრაფიული ნიშანი არწივია, რაც ღვთისმეტყველების აზრის აღმაფრენას მიანიშნებს. ჩვენი პატიოსანი ეკლესია მთელი თავისი ქრისტიანული ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 3 წმინდას უწოდებს ღვთისმეტყველს. ეს არის წმინდა გრიგოლი, წმინდა სემეონ ახალი და იოანე მოციქული. ამინ.